მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხსევოქს უნივერსუმ, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ ვერძებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების რაინდი. დეკემბერს საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად გაივლით, ძირითადად დაკავებული იქნებით ყოველდღიური საქმეებით. შესაძლებელია მოგიწიოთ ბევრი გადაადგილება მოკლე გზებზე, მაგალითად ქალაქის ან ქვეყნის მასშტაბით. ადვილად შეძლებთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები, მიხედოთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მათ შორის შესაძლებელია დაკავდეთ ვარჯიშით და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით. იქნებით მოტივირებულები, პრაქტიკულები და საკმაოდ პრაგმატულები. ამ პერიოდში იმოქმედებთ დაფიქრებულად, შესაძლებელია გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ადვილად გამოგდით ყველაფერი და იგრძნობთ წინსვლას დასახული მიზნებისკენ. ასევე შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი ამბიციები, ძალიან პოზიტიური გაგებით, მაგალითად მოგინდეთ თქვენი შემოსავლების გაზრდა, ან გადაწყვიტოთ გარიგნობის შეცვლა და დაიწყოთ ამ მიმართულებით არა მხოლოდ ფიქრი, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების 4-იანი, ეს ბარათი ამ პოზიციაზე ბედნიერების და სიხარულის ნიშანია. დიდი შანსი ამ პერიოდში ოჯახის რომელიმე წევრი დაბრუნდეს სახლში, ან თქვენ დაუბრუნდეთ მშობლიურ ქალაქს ან საკუთარ ბინას. ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში მიიღოთ გაერთიანების, მაგალითად დაქორწინების ან საცხოვრებლად ერთად გადასვლის გადაწყვეტილება. ზოგადად დეკემბერს პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ ჰარმონიულად გაივლით, მაშინაც კი თუ დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ სიტუაციის განმუხტვას და გარკვეული სტაბილურობის მოპოვებას. მათთვის კი ვინც მარტო ხვდებით ამ პერიოდს, შესაძლებელია ახალი სამომავლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ და მომდევნო წლების განმავლობაში დეკემბერი ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის თვედ იქცეს თქვენთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეოცე მაღალი არკანის სამსჯავრო. ეს პერიოდი გამოღვიძებას და ახალ სიცოცხლეს პირდება თქვენს ურთიერთობას. განახლების ასეთი მუხტი შესაძლებელია გარკვეული გარე ფაქტორებით იყოს განპირობებული, ცვლილებებით, რომელიც თქვენს გარშემო ან თქვენს ცხოვრებაში ხდება, თუმცა ასევე შესაძლებელია თქვენში გაიღვიძოს ნოსტალგიურმა გრძნობებმა, წარსულზე ფიქრმა და ამ ემოციებმა გიბიძგოთ სიახლეებისკენ. მათთვის კი ვინც დაძაბულ ან კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ, ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში შეძლებთ პრობლემებში გამორკვევას, მათ დალაგებას, თუ საჭიროა პატიებასაც და შეძლებთ მიხვიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე, გარკვეულ კონსენსუსამდე, რაც თქვენ შორის არსებულ სირთულეებს გაანეიტრალებს, მოიპოვებთ შინაგან სიმშვიდეს და შეძლებთ შეხედოთ თქვენს ურთიერთობას ზედმეტი ემოციების გარეშე, მეტად რაციონალურად და კეთილგონივრულად. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების 5-იანი, კონკურენციის, ბრძოლის ენერგია. შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ადამიანი არა მარტო გაიცნოთ, არამედ გარკვეულ კონკურენციაში შეხვიდეთ მისი გულის მოსაპოვებლად. დეკემბერში ნამდვილად გექნებათ ეს საბრძოლო განწყობა და რესურსიც ამისთვის. თუ გამოიყენებთ თქვენს გონიერებას, წინდახედულობას, გეგმაზომიერი მოქმედების უნარს და დეტალების გააზრების განსაკუთრებულ ნიჭს,
მაშინ არ არის გამორიცხული სასურველი შედეგიც მიიღოთ და ტრიუმფით დაასრულოთ თქვენი აქტიურობა. მე ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ თვით რეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო. ხმლების 4-იანი. ამ პერიოდში მიხვდებით, რომ გჭირდებათ დრო თვით ანალიზისთვის, საკუთარ თავში და ფიქრებში გამოსარკვევად, მეტ ყურადღებას დაუთმობთ საკუთარ თავთან ურთიერთობას და სამომავლო გეგმების დალაგებას საქმიან სფეროში. მოგინდებათ მეტ სიმშვიდეში და უფრო წყნარად გაატაროთ ეს დრო, მოახერხოთ მენტალური გადატვირთვა და ენერგიის აღდგენა, რომ სამომავლოდ განახლებული ძალებით განახორციელოთ ამ პერიოდში დაგეგმილი სიახლეები თვით რეალიზების კუთხით. ამიტომ დეკემბრის განმავლობაში ეცადეთ არ დაიტვირთოთ თავის საქმეებით, მიეცით საკუთარ თავს მოდუნების და განტვირთვის საშუალება და ასეთ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ სწორად განჭვრიტოთ თქვენი საქმიანი და კარიერული მომავალი და პოზიტიური გადაწყვეტილებებიც მიიღოთ სამომავლო წინსვლისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი. ამ პერიოდს საკმაოდ მშვიდად გაივლით, გექნებათ პოზიტიური განწყობები, ორიენტირებული იქნებით საკუთარ მიზნებზე, გამოავლენთ შემოქმედებით უნარებს და თქვენს ინდივიდუალურ კრეატიულ ხედვებს. შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენი ოცნებები ახდეს, ან იგრძნოთ, რომ მათ ასრულებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. ასევე იგრძნობთ განახლებას, შესაძლებელია თქვენ თვითონ მოგინდეთ გარკვეული გარდაქმნების ინიცირება საქმიან სფეროში, მაგალითად, დაფიქრდეთ დამატებით საქმეზე, სამსახურის შეცვლაზე, ან სულაც შესაძლებელია ახალი სფეროთი დაინტერესდეთ და ახალი პროფესიის შესწავლა დაიწყოთ. ასევე ამ პერიოდში გქონდეთ სხვების მხრიდან დახმარების მიღების იმედი და საჭიროების შემთხვევაში არ მოგერიდოთ ითხოვოთ მხარდაჭერა. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების მეფე, ამ პერიოდში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა, იქნებით ენერგიულები და ოპტიმისტურად განწყობილები. შეძლებთ აქტიურად გამოავლინოთ თქვენი უნარები და დამაჯერებლად მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობების პრეზენტაცია დამსაქმებლებთან. თავარია ორიენტირდეთ მიზანზე და აქტიურად იმოქმედოთ. ეცადეთ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ ეს პოზიტიური პერიოდი თქვენთვის. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია, საკუთარ ბიზნესს მართავთ. მერვე მაღალი არკანი ძალა, ერთი მხრივ თქვენ შინაგან ძალაზე მიუთითებს, თქვენს გავლენებზე, მაღალ რეპუტაციაზე, პროფესიონალიზმზე, საქმის მიმართ თქვენ სერიოზულ და პასუხისმგებლობით დამოკიდებულებაზე, თქვენი მოთმინების უნარზე, წესრიგზე, რომელიც საქმის მიმართ გაქვთ. მეორე მხრივ კი შესაძლებელია აღნიშნავდეს იმ დიდ ძალისხმევას, დიდ ენერგიას, რომელსაც საქმეში დებთ. დეკემბერში ამ მხრივ მოგეცემათ ამოსუნთქვის საშუალება, გაგიჩნდებათ გარკვეული სტაბილურობის განცდა და სასურველია თქვენს გამოიყენოთ ეს პერიოდი ძალების მოსაკრებლად, განტვირთვისთვის, რომ სამომავლოდ ისევ შეძლოთ განახლებული ენერგიით, ახალი იდეებით და მეტი შემოქმედებითი მიდგომებით კიდევ უფრო წინ წაწიოთ თქვენი ბიზნესი. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, კვერთხების რაინდი, ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა პოზიტიურად გამოიყურება, გექნებათ მზარდი შემოსავლები, შესაძლებელია გამოგიჩნდეთ შემოსავლების ახალი და დამატებითი წყაროები, შეძლებთ წარმატებულად მართოთ თქვენი ფინანსები, მატერიალური აქტივები და არ არის გამორიცხული ძალიან მომგებიანი ინვესტიციებიც კი განახორციელოთ დეკემბრის განმავლობაში. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების ტუზი, მეტი ინიციატივა აიღეთ თქვენს ხელში, მეტად იაქტიურეთ და ორიენტირდით თქვენი იდეების განხორციელებაზე. სირთულეების და რეალურად არსებული გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მეტად თვით რეალიზდეთ და რეალობად აქციოთ თქვენი ჩანაფიქრები და ოცნებები. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ვერძებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში.
თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.